ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამართალდამცავი სისტემის რეალური რეფორმირება, მისი დეპოლიტიზება და მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა. დღეს საქართველოში რიგითი ადამიანის უფლებები არ არის სათანადოდ დაცული. არ არის უზრუნველყოფილი თანასწორობა და სამართლიანი გარემო. დაუსჯელობის სინდრომი კვლავ აქტუალურია, ვინაიდან პრივილეგირებულ ადამიანებზე კანონი არ ვრცელდება. ადამიანებს, ბიზნეს კომპანიებს არ აქვს შესაძლებლობა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ნაბიჯის შედეგები, იგრძნონ თავი უსაფრთხოდ, ჰქონდეთ სტაბილურობის, მართლმსაჯულების და ზოგადად სახელმწიფოს იმედი. აუცილებელია განხორციელდეს სასამართლო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის რეფორმირება. ამ უკანასკნელის საქმიანობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. არაერთი მწვავე შეკითხვა ისმის იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს პოლიტიზებული შემადგენლობა, მთავარი პროკურორის კანდიდატის დასახელების პროცედურა და შერჩევის წესი, მთავარი პროკურორის არჩევა პარლამენტის მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით, რიგითი პროკურორების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარანტიების არასოლიდურობა, პროკურატურის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა პარლამენტის წინაშე. არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ელემენტს წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, მისი შესაბამისობა ამ სფეროში დამკვიდრებულ ძირითად ევროპულ სტანდარტებთან. ამ თვალსაზრისით რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები სათანადო სიმყარით არ არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიზანს არ ეხმიანება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების, ასევე საბჭოს წევრების არასაკმარისი თანამდებობრივი გარანტიების გამო სისტემა ვერ პასუხობს ქართული მართლმსაჯულების წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევის დაფუძნებას კანდიდატთა დამსახურებაზე. მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშნვის დღეს არსებული წესი ზრდის თვითნებობის რისკს და სისტემის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმები არ არის კანონით განსაზღვრული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ევალება დაასაბუთოს მოსამართლეთა შერჩევის გადაწყვეტილება და არც კანდიდატმა და არც საზოგადოებამ არ იცის, რატომ შეირჩა ერთი მოსამართლე და რატომ არ შეირჩა მეორე. სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას არ ეხმიანება სასამართლოთა კოლეგიის და პალატის თავმჯდომარის არჩევის დღეს არსებული წესი. ასევე საქმეთა ელექტრონული შემთხვევითი შერჩევის წესით განაწილების და ამგვარ სისტემაზე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფის შეუძლებლობა. ამავე კონტექსტში მსხვილ სასამართლოებში სისხლის სამართლის მოსამართლეთა დანაწილების პრაქტიკა სხვადასხვა თემატურ თუ პროცესუალურ ჯგუფებში. ევროპული სტანდარტის საპირისპიროდ დისციპლინური სამართალწარმოების ინიცირებისა და გადაწყვეტილების შესაძლებლობის მინიჭება ერთი ორგანოსთვის. ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის მოწმეთა დაკითხვის წესის შეცვლა, კორუფციის აღმოფხვისა და კერძო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო საკანონმდებლო და საჭირო გარემოს შექმნა, სარჩელის საფუძველზე საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შესაბამისობა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან არის ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც მკაფიო ხედვის არსებობას მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შემდეგაც აქტუალობა არ დაუკარგავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციისა და ფუნქციების აღრევის საკითხს. ამ გაყოფის შემდეგაც არაერთი შეკითხვა ისმის სისტემის შესაბამისობის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით უსაფრთხოების სამსახურებს არ უნდა ჰქონდეთ იმგვარი სამართალდაცვითი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, როგორიც არის გამოძიება და პირის დაკავება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი. არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მარეგულირებელ დებულებათა ხელმისაწვდომობა. არ არის უზრუნველყოფილი ძალაუფლების ბალანსი, რომელიც უკავშირდება გამოძიების განხორციელებას იმ ორგანოს მიერ, რომელსაც იმავდროულად კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პროცესში სასამართლო კონტროლის გარეშე ინფორმაციის მოპოვების საშუალება გააჩნია.
კვლავ აქტუალურია საკითხი იმის შესახებ, რომ არაეფექტიანად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების სამსახურის საპარლამენტო კონტროლი. არ არის დაცული თითოეული ჩვენგანის პირადი საუბრები იმ რისკის გამო, რომ კვლავ ამ ორგანოს ხელში რჩება ტექნიკური მოწყობილობა, ხოლო სისტემა არ გამორიცხავს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. შეკითხვები არსებობს საზოგადოებაში იმ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სისტემაში, ასევე სხვა სამინისტროებში გენერალური ინსპექციების ორგანიზების, მათი მართვის და ქვემდებარობის, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში კარიერული წინსვლის და დაწინაურების მექანიზმის განსაზღვრის, საბჭოთა ეგრეთ წოდებული ODR-ების მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ეს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები მოითხოვს საზოგადოების ყველა ფენის მაქსიმალური ჩართულობით არსებული პრობლემების დაუყოვნებლივ აღმოფხვას და შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, საკანონმდებლო, მათ შორის კონსტიტუციური ხასიათის ცვლილებების განხორციელებას, ინსტიტუტების დაუყოვნებლივ რეფორმირებას, რომელიც ორიენტირებული იქნება რიგითი ადამიანის უფლებების დაცვაზე, სისტემის იმგვარ განვითარებაზე, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს იცხოვროს დაცულ და სამართლიან გარემოში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.